გაკეთეს ეს გეგმა გვიჩვენებს ყველაფერს და იმის მანამდე სულადერებება ფერმერულად ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ უბანში შეიქმნა, ვინაიდან ძალიან ახლოს მდინარესთან ცხოვრობს მოსახლეობა, ადიდებულმა მდინარემ დატბორა სახლები, შესაბამისად ჩვენ მათ აღმოუჩენთ დახმარებას, გამგეობა სამშენებლო მასალებით დაეხმარება, რათა სწრაფად იქნას აღდგენილი სახლებში არსებული ზიანი და მერის სარეზერვო ფონდიდან გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ამ ოჯახებს, რათა ის მინიმალურად აუცილებელი ნივთების საშუალებები, რაც მათ დაკარგეს, შეიძინონ და გააგრძელონ ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრება. დიდი ზარალი მოგვადგა ძალიან, არც აღარაფერი აღარ გვაქვს ელემენტარული. დაგეხმარებით ყველანაირად, ვინასაც გიქირავებთ და აგინაზღაურებთ, რაც რამე არის დაზარალებული. ჩვენ ვიმყოფებით ზიურის პარკში. აქ სკოლა არის, რომელიც ასევე წყალი იქნა შესული გუშინ და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს ამოტუმბა ამ წყალის. ასევე წყნეთის ხეობაში, ქვევით წყნეთის ხეობაში მოხდა რამოდენიმე სახლის დატბორვა და თითქმის ნახევარზე არის წყალი შესული და ხუთი ოჯახი არის, რომელიც ფაქტიურად ვერ შეძლებს იქ საცხოვრებელი პირობები არ არის. სანამ საყოფაცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, მანამდე ჩვენ ამ ხუთივე ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით, ანუ ქირას გადაუნაზღაურებთ.